ლევან გორგაძეს პირველი არხი შარშან იაპონიაში ესტუმრა. ჩვენმა ჯგუფმა ის სწორედ ბაშოზე გადაიღო. ტოჩინოშინის გზა ნახეთ ლევან ღუდუშაურის სიუჟეტში. სუმო იაპონელებისთვის არ არის მხოლოდ სპორტი. ეს მათი ცხოვრების, კულტურის, რელიგიისა და ტრადიციების განუყოფელი ნაწილია. შესაბამისად, ისინი მებრძოლებს უდიდეს პატივს სცემენ, პრაქტიკულად აღმერთებენ. ლეგენდის მიხედვით, სუმოს პირველი ორთაბრძოლა სწორედ ღმერთებს შორის ჩატარდა. გამარჯვებული ღმერთის შვილები გახდნენ იმპერატორები და ამიტომაც ჰქვია მას იმპერატორის თასი. ამ თასის პირველი ქართველი მფლობელია ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოში. სუმოს სამყაროში მას ისეთი ფიზიკური და მენტალური დაბრკოლებების გადალახვა მოუწია, რის შემდეგაც მხოლოდ უძლიერესი სულის და ნებისყოფის მქონე სპორტსმენები ახერხებენ უმაღლეს იერარქიაში დაბრუნებას. 2013 წელს მუხლის ტრავმა მივიღო, ჯვარედინი მყესები გამიწყდა, სადაც დაახლოებით მომიხდა 1 წლის გამოტოვება, ასე ვთქვათ, 4 ბაშო გამოვტოვე. ამ 4 ბაშოს გამოტოვების შედეგად მოხდა, რომ ელიტიდან დაბლა დივიზიონში, ასე ვთქვათ, ჩავარდი. და ყველაზე რძდელი რა იყო იცის, ელიტიდან რომ დაბლა ჩავარდი, ის კი არა, ის 1 წელი დოხიოზე რომ ვერავები. ასე ვთქვათ, რაც მაქვს სულში და ორგანიზმში და ჩემ ფსიქოლოგიაში, რაც არის ეს ყველაფერი, სუმო რაც დებს სპორტი და დოხიოზე რომ ვერავდიოდი, ეს იყო ჩემთვის ყველაზე რთული. ტოჩინოშინმა ჰაცუბაშოს დასრულებამდე 1 დღით ადრე ვადამდე გაინაღდა ტიტული. დღეს შაჰიოძანთან გამარჯვების შემდეგ ლევანმა მოგება-წაგების ბალანსი 13-1-ზე დააფიქსირა და კონკურენტებისთვის მიუწვდომელი გახდა. ქართველ მებრძოლს, რომელმაც ტურნირი მესამე მაეგაშირას რანგში დაიწყო, თასის მოგებასთან ერთად სუმოს იერარქიაში სერიოზული წინსვლა ელის. უკვე მომდევნო ბაშოს ლევანი იერარქიის მესამე დონით სეკიუაკეს რანგში დაიწყებს. ამ მხრივ ის მხოლოდ ჩემპიონების ჩემპიონს იოკოძუნას და დიდ ჩემპიონს ოძეკის ჩამორჩება. თუმცა მისი დღევანდელი ფორმის და იმის გათვალისწინებით, რომ ეს წლის პირველი ტურნირი იყო, ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა. თავარია ლევანს ძველმა ტრავმამ არ შეახსენოს თავი, რაც სპორტის სამსახეობაში შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს. ფაქტი კი ერთია, ლევან გორგაძემ, ტოჩინოშინმა საქართველოს ისტორიის ახალი ფურცელი დაწერა. ის იაპონიის ნაციონალური სიამაყის, სუმოს იმპერატორის თასის პირველი ქართველი მფლობელია.